ამინ. ერთი პერიოდი განვისდიდი უმამოდ გავიზარდე. მერე ვიგრძენი რომ ამა კარგია, მაგრამ მოძღვარი უკეთესი. სულიერი მამა და მოძღვარი 1000-ჯერ უკეთესი და ამას გრძნობდი მაშინაც კი, როდესაც თვითონ ვიყავი ურწმუნო. სტუდენტების პერიოდში, ცხოვრებისეული გამოცდილებაში. მამა ყველაფერს გვასწავლის, აი მოძღვარს კი შეუძლია ყველაფრის, ყველა ვითარებაში სწორი რჩევის მოცემა. და ამის ნაკლოვანებას განვისდიდი. და მონასტერში აწავედი. მე გაუნიშნა მოძღვარი როცა გყავს. უკვე იცი რომ მისი გული შენთვის ლოცულობს. შეიძლება ყოველთვის ვერ მიხვიდე როგორც მე. ეხლა მით უმეტეს მინდოდა ნახვა, მაგრამ ისე მომერიდა ისე რომ მეტი რა შეიძლება ვიცი რომ ავად არის. არ შევაწუხე. და გადავწყვიტე რომ მაინც კავშირი აუცილებელია, სულიერი კავშირი მუდმივად არის ჩვენ შორის, მაგრამ რაღაც წერილით მიწერო რომ ვიცი რომ მას უჭირს და ხალხს ვერ ღებულობს და მე მაგალითად ასეთი მოძღვარი ვარ. ღვთის სიტყვებს ვეთყვი ადამიანს, მაგრამ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ განუსაზღვრავ. მე მიმაჩნია რომ ამისი უფლებაც არ მაქვს. კონკრეტული ნაბიჯები, ყოველდღიური, ანდა გეგმები, ჭაბუკური გეგმები, რა ისწავლოს, აწავიდეს, როდის დაოჯახდეს, რაღაცნაირად ცხოვრება როგორ წარმართოს, მე ასეთ ცოდნას მივცემ ზოგადს, მაგრამ შენ გინდა თუ არა ხატვარი გამოდი, ან მეომარი გამოდი, ან ცოლი მოიყვანე ახლა და მანდ-ამაინც აი ის ქალი მოიყვანე ცოლათო, ასეთი რაღაცა გაშორს. მე ჩემს სულიერ შვილებს სულით და გულით ვეხმარები. საღვთოს სიტყვებს ყოველთვის დაუზარებლად გავახსენებ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში, რომ ერთი რა არჩევებს გვაძლევს, მაგრამ აი ძალით არ ჩაბერები. ვინც სრულიად მომენდობა და სულ თავის ცხოვრებას გადაწყვიტავს, რომ ჩემთან ერთად გაატაროს, იქ კიდე სხვა ვითარებაა. მისი გადაწყვეტილება. ამაშიც არავის არ ვეტყვი, რომ შენ გინდა თუ არა ჩემთან